სამეგრელოსკენ რომ გადმოვუხვევთ, ცოცხალი გამოფენა იწყება. თან თუ ამინჩიც გვიმართლებს, ხედი არის აი ასეთი. ლურჯიცა და ნარინჯისფერი ბურთულები. სწორი კოპწია ეზოები და ხის აივნები. აქ ნაფიქრია ყველა დეტალზე. მართლაც საგამოფენო სიზუსტით გაფენილი ფარდები გვეძახის და ყველა ეზოში შესვლა გვინდება. ყველა კადრი გადასაღებია, რასაც ვხედავთ. ხედის და სანახაობის დარეგისტრირება რომ შეიძლებოდეს აი ამ აივანს, რასაც ახლა ჩვენ ხედავთ, მარტო ამას დაარეგისტრირებდა კაცი არა? თუმცა შინაარსს დავარეგისტრირებ. ჩვენი მარტვილში ჩამოსვლის შინაარსი არის ასეთი. საკპატენტი მუშაობს ახალი გეოგრაფიული აღნიშვნის მარტვილის ხურმის დარეგისტრირებაზე. ტელეკომპანია იმედისა და საკპატენტის ერთობლივი მოგზაურობის ფარგლებში კი ვსტუმრობთ ორ სოფელს, აბედაც და ბალდას, იმისთვის რომ ხურმის ჯიშებისა და დაჩირების პროცესის ზუსტი გამოკვლევა მოხდეს. აგრობაზარზე ჩირ პროდუქტებს, ჩირის ტიპის პროდუქტებს საკმაოდ დიდი წილი უჭირავს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება მარტვილის ხურმას და ხურმის ჩირს, ეს საინტერესო პროდუქტია, საქართველოში ძალიან პოპულარულია, გამოირჩევა თავისი საგემოვნო თვისებებით. ჩირის გემო რომ უნიკალური იყოს, ამისთვის დაჩირების ტრადიციული მეთოდი უნდა ახსრულდეს. მოკრეფიდან მზეზე გაფენამდე. ჯღარკავების ოჯახში ამ პროცესს ახლა სრულფასოვნად ვიღებთ. თანაც გვერდით გვყავს 89 წლის ნელი ბებო, რომელიც 60 წელი ამ ეზოში ცხოვრობს და ამ საქმეს აკეთებს. ბუნებრივია რომ ის გადაცდომების უფლებას საერთოდაც არ მოგცემს. ეს უნდა მოაშორო. მერე დათალო, მერე ასხა, გააშრო. დამთვენი საქმე. მარტო აკეთებდით ხოლმე თუ არა, ყავდათ? მარტო არა, მეზობლები როგორც ახლა დიან და ასე გვეხმარებიან და ასე ვაკეთებ. ხლა საღამოს ჩემს სახლში იქნებიან მეორე საღამოს ამის სახლში და ასე გადადის. ხო, გადავდივართ ამთან. ხო ესე სამეზობლო ეზოდან ეზო გადადიხარ. მე საერთოდ გათლა არც ვიცოდი. მართლა? აქ ვისწავლე. უი, რას ამბობთ? ეხლა რასაც ვაკვირდები ძალიან შრომატევადია. შრომატევადი არის, ხო, მაგრამ თავარია ამიტმა გაამართლოს და ეს ჩვენი შრომა, რაც ამაში ჩავდებით, ეგ გამართლდა. საშუალო რაოდენობა რო ავიღოთ, აი ერთმა ოჯახმა რამდენი შეიძლება დაამზადოს? ერთმა ოჯახმა ვთქვათ, რომ 3 საათი იმუშაოს, სადღაც დამუშავდება 1 ტონა ხურმა, რას და ხალისიალიც არის, რომ დაждები იჭორავებ კიდევაც, მე რომ დამთავრდება აი ყველაფერი ჭამაც მოყვება, ხელღობს გავაკეთებ, ლუგურის ხერი და ყველაფერი დაილოცება შემოდგომა და ისე ელარჯის სამშობლოში კი ვართ. კი, ელარჯის ხო იცის ჩვენმა მაყურებელმა, რომ მარტვილი არის ელარჯის სამშობლო, ეს უნდა ვთქვათ. ელარჯის სამშობლო თუ მარტვილისა და ბალდის კანიონები, თუ აბედათის ციხესიმაგრე და სხვა უამრავი უნიკალური რამ ამშვენებს ამ მხარეს. მაგრამ დღეს სწორედ ხურმაზე ვაკეთებთ აქცენტს. რამ მოიყვანა ამ მიწამდე ჩრდილოეთ ჩინური ხილი, ეს დროისა და ისტორიის საქმეა. უფრო სწორად რომ ვთქვათ, აღმოსავლური ხურმა ჯერ ჩინეთიდან იტალიაში გადავიდა და მე-19 საუკუნის ბოლოდან აქ ჩამოვიდა. ფაქტია, რომ მან სწორედ მარტვილის მიკროზონაში იპოვა ზუსტად შესაფერისი მიკროკლიმატი და აქ იხარა იმ ჯიშმა, რომელიც დასაჩირებად არის საუკეთესო. ამ მდგომარეობაში, ანუ მაგარი როა, აი ნახე ხელით, ეს უმად ჭამა. ჭამა ამის შეუძლებელია წყლარტია. ეკოლოგიურ სისუფთავეზე აგერ მოწმე ხართ, რა ხდება? რატომ არის იცი ნოემბერში ამის დათლა კარგი, იმიტომ რომ როცა ყინვები არის, ცოტა ნაკლებად მოძრაობს ეს წერები და ამას ნაკლებად აჯდებიან. აი, ასეთი გამალებული მუშაობა არის აბედათში. როგორ შეიძლება აქ ჩაიარო და ფოტოს გადაღება არ მოგინდეს. ამიტომ საერთოდაც არ მიკვირს შემოდგომის ამ დროს სოციალურ ქსელებს აქ გადაღებული ფოტოები რომ მოეფინება ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ეს თვალწარმტაცი სანახაობა დაჩირების ავთენტიკური მეთოდია და მას ანალოგი არ ხავს, წარმოების გაზრდა თუ გახდა საჭირო, შეიძლება დადგეს ასეთი საკითხიც. იგივე გემოვნური თვისებები ექნება თუ არა ხელოვნურად გამომშრალ ხურმას. და დარეგისტრირების შემდეგ როგორ არის წარმოდგენილი მასშტაბების მომატება ისე, რომ ხარისხმა არ დაიკლოს. ამ წუთში ჩვენი ამოცანა გამოვიკვლიოთ რა ტიპის გავლენას ახდენს პროდუქტის ხარისხზე და საგამოვნო თვისებებზე, იმიტომ რომ მარტვილი ეს კონკრეტული ზონა, მიკროზონა, ასე დავარქვათ, განაპირობებს სწორედ საჩირე მასალის, ანუ ხურმის მაღალ ხარისხს. მეორე კომპონენტი ბუნებრივია უკვე მისი შრობაა, რომელსაც თქვენ ხედავთ ბუნებრივ გარემოში ხდება, აივანზე ამ შემთხვევაში, თუმცა ამას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები. რამდენად შესაძლებელია, რომ დარეგისტრდეს ისეთი ფორმით, როდესაც რა თქმა უნდა ამ ტერიტორიაზე იქნება მოყვანილი საჩირე მასალა,
იმ წესითა და პირობებით იმ ჯიშის ასე ვთქვათ ხურმისგან დამზადდება ჭირი, რაც დღეს მზადება, მაგრამ რამდენად შესაძლებელია რომ გამოშრობა იყოს არა ვთქვათ აივანზე, არამედ კონკრეტულად საშრობ ტერიტორიაზე. ნებისმიერი პროდუქტის რეგისტრაცია მის შენარჩუნებასთან და დაცვასთან ერთად ცხადია ემსახურება იმ ტიპის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რამაც უნდა გაზარდოს მისი წარმოება, უნდა გაზარდოს შემოსავალი და სტიმული უნდა მიცეს ადგილობრივებს, რომ იფიქრონ წარმოების გაზრდაზე. ახლა გადავიდეთ ბალდაში. გამა სილაგავას ოჯახში, სადაც ასევე გამალებული შრომა და ფუსფუსია გაჭაღებული. მეგრულად რო ყოფილა ხომა, ეს არ გავაგებინოთ მაყურებელს, არა მეგრელ მაყურებელს. რა თქმა უნდა გავაგებინოთ. ხომას ეძახით ყველანი? ხომას ჭირი. აი რა სიცივე. დიახ. დამაკიდებინე შენი ჭირიმე და მანამდე თან მოგვიყევი ახლა როგორ მიმდინარეობს წელს როგორი მოსავალია? ნორმალური მოსავალია, არ არის ცუდი მოსავალი ჩვენთან. და რამხელა ასხმა. ეხლა ეს გაცილებით ძევია, რო გამოშრება? რა გამოშრება 4 ჯერ ნაკლებია დაახლოებით. 4 ჯერ. კი. ანუ ზარალია, რა გამოვიდა? არა, ზარალი არ არის, ეს უნდა გამოშრეს, ასეც ვინ შეჭამ. ეს უმად არ იჭრება. ჭირისთვის, აი ეს საუკეთესოა გამოშრობების მიმართ, თორემ. დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ზომა საკმაოდ მსხვილია. ხო ხედავ, ამას უნდა კარგი ამიდები, რომ კარგად გამოშრეს. გააკრიფე, დათალე, ჩამოკიდე. თავი მოწმინდე კიდე. თავის მოწმედაც საქმეა. დიახ, რა თქმა უნდა, ეს უნდა მოაშორო, როცა ამას ყრიფავთ, მაშინ ხის ძირაში ამას ვაშორებ თავს. ეს ახლა რაც არის, ეს არის ყველაფერი თუ კიდე წინ არის? არა, ჯერ აი ხეები არა მაქვს გაკრეფილი, აი რამოდენიმე ძირი. ერთი 4 დღე დაახლოებით 10 ძირამდე მაქვს გასაკრეფი. ხო და ეს რაცა გვაქვს, იქ დაახლოებით იქნება ერთი 250-300 კილომდე. მაგრამ ერთი 200 კილო კიდე დასაკრეფია. ანუ 9 ტონამდე შეიძლება ახლა? კი, ავალ. შეიძლება ავალ. ახვალ. გადით ბატონო. წარმატებები და იქ აივანზე უკვე შემუქებულები დავინახე და თუ შეიძლება მივეპარებით. რა თქმა უნდა, მობრძანდით. თბილისში რომ დავბრუნდები ხომ ზუსტად ვიცი რომ ყველა ერთი და იგივეს მკითხავს. გასინჯე, ჩამოგვიტანე, აბა რაქენი. სამწუხაროდ უნდა გითხრათ რომ არა სახარბიელო პასუხი მაქვს. ხა რატომ? როგორც გაირკვა, უმად ამ ჯიშის ხურმა საერთოდაც არ იჭმება და ჭირის დამზადება ჯერ კიდევ ადრეა და წინ არის 1 თვე. ამიტომ აი მხოლოდ ერთ ცალს ინტერესის გულისთვის და თქვენს წინაშე დავაგემონებ. შიგთავში მაინც ჩავიჭყიდოთ და გავიგოთ ის სანუკვარი ტკბილი და ხორციანი მასა თუ არის შენარჩუნებული. ანუ აი დამწიფებული ხურმის შიგთავსია, ესე რბილად შენახული, გარედან არის გადაკრული აპკივით, ჭვიალა და ესეთი შიგთავსი რბილი. მზეზე მიფიცხება და ასეთი ლამაზი ფოტოების გადაღება არის ფუფუნების საგანი. ეს ფაქტია. აქ მთავარი მუშახელის დაუღელავი შრომაა, რომ თითო ოჯახმა ტონა თუ არა 9 ტონა ჭირი მაინც დაამზადოს. შემდეგ უკვე ჩაბარებისა და ტრანსპორტირების სისტემა ისე აწყობილი, რომ აქ დამზადებული ნუგბარი ამარაგებს მთელ საქართველოს, კავკასიის მხარეს და ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანას. ნარინჯისფერი ფარდები შეარქვა ხალხმა ამ სანახაობას, რაც დღევანდელ რეპორტაჟში გადავიღეთ და სულ რო არ უყვარდეს ადამიანს არც ხურმა და არც თვითონ ჭირი, მე ვფიქრობ, რომ მარტო ამ სახლების ნახვა ღირს, როგორ არის გადმოფენილი ეს ფარდები მართლა ეზოებში და როგორ ქმნის ასეთ არაჩვეულებრივ განწყობას, რომელსაც მე მგონი ყველაზე მეტად ზუსტად ჩამავალი მზე უხდება, ესე იკვრება ფერები და სხივები ერთმანეთში და ეს ხედი სოფელ ბალდაში გვაქვს ესეთ საოცარ აივანზე, ასე რომ აქაურობა და განსაკუთრებით შემოდგომის მზე ამ ძვირფას და ნარინჯისფერ ხურმის ჭირებთან ერთად არის ძვირფასი სანახაობა, გირჩევთ აუცილებლად რომ აქ ჩამოხვიდეთ.